საქართველოს თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის შესახებ, მის მნიშვნელობაზე, ისტორიაზე, ლეგენდებზე და იმაზე, რომ ის არის ერთადერთი და განუმეორებელი, ხო? სადაც თეატრიალდა სიყვარული და ინახავს უამრავ მნიშვნელოვან ნივთს. რამდენი მილიონი, 1.5 მილიონი ექსპონატი არის. ექსპონატი ინახება, წარმოიდგინეთ. მე ვჭამაკ რომ მილიონამდეც მივა ეს. იმიტომ რომ აქ დაახლოებით 250. ეს იმას ნიშნავს, რომ სასაუბრო და ახალი იდეები ყოველთვის იქნება და წამოვა და საუბრობთ სტუდენტებზე, მათაც აქვს ძალიან საინტერესო იდეები, მოაქვთ ამ ბავშვებს. ის კი არა მოდიან საკურსო ნამუშევრებსაც კი წერენ, წასვლა აღარ უნდათ. რაღაცა პერიოდი დაჰყოფენ ჩვენს მუზეუმში, იმდენად უყვარდებათ ეს ყველაფერი, რომ კიდე გთხოვენ, რომ აი კიდე დაგვალეთ რამ რაღაც საკურსო ნამუშევრებს აკეთებენ, ძალიან ბევრ ღონისძიებებში არსებობს და ხელშეწყობა თქვენი მხრიდან და ყველანაირად ვცდილობთ ხელი შეუწყოთ, უფრო მეტად მოვიზიდოთ სტუდენტები. თავარი ის არის, რომ აქვთ ამის სურვილი. და დაინტერესება ძალიან დიდი მასალა, საქმეს ინტერესდებიან და აქ სურვილო დარჩნენ. უამრავ ღონისძიებების განხორციელებაში დაგეგმვაში გვეხმარებიან. აი მაგალითად რა იგეგმება გარდა იმისა, რომ ორი დარბაზი იხსნება. შაბათ-კვირას მუშაობთ თუ არა, ეს მაინტერესებს. შაბათ-კვირას მუშაობთ, გამოფენა თუ გვაქვს საგამოფენო დარბაზი ყოველთვის მუშაობს. ბატონო ისაუბრებს ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით. დავბრუნდებით ისე თქვენს სამუშაოს, იმიტომ რომ ძალიან სახალისო და საინტერესო კუთხით, ხო. არ მოგბეზრდება ალბათ იმუშაო ამ კედლებში, მაგრამ ყოველდღე ხდება ალბათ აღმოჩენებიც თქვენს მიერ რაღაცა, იმიტომ რომ ამოუწურავი თემაა ზიხარ იმ შენობაში, სადაც ყველაფერი ის, რაც შენს ქვეყანასთან აკავშირებს სხვადასხვა კულტურებს, ხდება. ეს ისტორია თითოეული ნივთი უზარმაზარი ისტორიის შემცველი რაც შენ გარშემო. აი რა დაინტერესოთ მაყურებელი. მე შემიძლია ჩვენს ბოლო აღმოჩენაზე გესაუბროთ. ანუ ჩვენთან არის ძალიან ბევრი არქივი, რომელიც არ არის გადამუშავებული და მათი გადამუშავების პარალელურად ყოველთვის თავს იჩენს ხოლმე ისეთი უნიკალური ნივთები, რომლის სააშკაროზე გამოტანა უბრალოდ აუცილებელია და ძალიან დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში. სულ ახლა ხანს ჩვენ აღმოვაჩინეთ საქართველოში პირველი ლატარიის ჩანაწერები და გაგიკვირდება ალბათ, მაგრამ ეს ლატარიას ანუ ხელმძღვანელობდა ექვთიმე თაყაიშვილი და მიხეილ ჯავახიშვილი. გათამაშებაში რამდენი იყო თუ არ ვიცი, საკმაოდ დიდ თანხებზე იყო საუბარი, თუმცა ერთი მანეთი ღირდა ერთი ბილეთი, როგორც და მათი ხელით არის ჩაწერილი, თქვა ყოველთვიურად რამდენი შემოსავალი იყო და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესოა, ამჟამად მიმდინარეობს ზუსტად ამის რესტავრაცია, რა თქმა უნდა ლატარის კომპანია დაგვეხმარა, იმიტომ რომ ფაქტიურად ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ არ გვსმენია ყოველ შემთხვევაში, რაც აღმოჩნდა, რაც დამადასტურებელია იმისა, რომ საქართველოს ლატარია ოდით განმემოდის, ასე ვთქვა და ექვთიმე თაყაიშვილი უდგას ამ ყველაფერს სათავეში და რესტავრაცია ახსენე და წინა ბლოკის სტუმრებმაც ისაუბრეს, რომ ეს სამსახური ახლა ხან შეიქმნა და ასე შემდეგ. მოგვიყევით ამის შესახებ, რამდენად საინტერესოდ მიმდინარეობს რესტავრირება, როგორ მიმდინარეობს და საცავი რამდენად შეესაბამება ნორმებს დაცვის. კი, ჩვენი სარესტავრაციო ლაბორატორია ახლა ხანს გაიხსნა, არის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, რაც კი შეიძლება რომ საჭირო იყოს იგივე ფერწერული ნამუშევრები, იგივე ხელნაწერები. ქეთევანი უფრო კონკრეტულად ამ მუზეუმში არ არსებობდა სარესტავრაციო ლაბორატორია, არ ქონდა არც ოთახი აპარატურაზე ლაბორატორია. ვერ ახერხებდნენ, არ ქონდათ, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი დაზიანებული. მუზეუმებთან და ორგანიზაციებთან. ანუ გაფანტული. ხო, ანუ არქივში ხდებოდა ძალიან სასტრაფო ნახატი, თუ ესეთი სასტრაფო იყო ამ ნახატის გადარჩენა და აღდგენა. ალბათ არქივის სარესტავრაციო ლაბორატორიაში ხდება. ნუ ალბათ სხვადასხვა ლაბორატორიებში. მაგრამ აი ამჯერად უკვე ჩვენ თამათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს უკვე სარესტავრაციო ლაბორატორია. გვყავს ძალიან კარგი კოლექტივი რესტავრატორების, რომლებიც მართლა დიდი ძალისხმევას ანდომებენ ყველა იმ ნახატს ნამუშევრის აღდგენას, რომელიც მართლა საჭიროებს გადარჩენას. ძალიან ბევრი ნახატი უკვე რესტავრირებულია და გადარჩენილია და ამით ძალიან ვამაყობ. თუმცა გრძელდება ამ კუთხით მუშაობა, კიდევ ახალ და ახალ თანამედროვე აპარატურებს ვიწერთ და ცოტა ხანში უკვე სრულყოფილ სახეს მიიღებს ჩვენი სარესტავრაციო ლაბორატორიაც და ამით თანხმობით ყველა რომ მართლა მნიშვნელოვანია ჩვენი მუზეუმის, იმიტომ რომ
მართლა ძალიან ესეთ ძვირფასი ნამუშევრები ინახება, რომელიც ჩვენთან ჭირდება გადარჩენა, თან ძალიან სასწრაფო. შეგვიძლია ვთქვათ, ერთ-ერთი მაგალითი არის პეტრე ოცხელის დაწერა, რომელიც რესტავრირებული აღდგენილი გადარჩენილი ოცხელი არის ქართულ მოდერნიზმში ზოგადად სახელი. და ჩვენი გამოფენაც კი ძალიან ჩვენ ასობით ნამუშევარი ოცხელის მოტანინგიც არის თუ არ ვცდები გამოფენასთან დაკავშირებით მიძღვნილი აღდგენილი ფერები, ასე ვთქვა გამოფენას და ძალიან ჩვენი სარესტავრაციოს ეს ათღაც მიმოფანტულია და სასიყვარულო ბარათებში. კი, ჩვენი საგამოფენო ლაბორატორია სარესტავრაციო უკაცრავად. ერთ-ერთი საუკეთესოა დღეს თბილისში, აღჭურვილია საუკეთესო აპარატურით. და კარგად ის რა არა ჩვენ ეხლა ცოტა ხნის წინ რესტავრატორთა საერთაშორისო კონფერენცია კი ჩავატარეთ სამოგებულად ახსენე. დიახ, ხო. ანუ იმდენად უკვე ესე მოვერგეთ ამ სიტუაციას კარგად რომ გადავწყვეტეთ ეს საერთაშორისო კონფერენცია პირველად ჩატარდა. მნიშვნელოვანი იმით იყო რომ საერთოდ სარესტავრაციო კონფერენცია რესტავრატორებთან დაკავშირებით მე მგონი სოფლიოში პირველი იყო და რესტავრატორები ყოველთვის მიბმულები არიან ხოლმე სხვა კონფერენციებზე და ესეთი მხოლოდ რესტავრაციას დაეთმოდა ორგანიზება მოახდინა ჩვენმა მუზეუმმა. იცით რა მაინტერესებს? ეს საგამოფენო კუთხით რომ მუშაობს თქვენი მუზეუმი ძალიან კარგია და მე ვფიქრობ რომ მსგავსი მეთოდით მოხვედრა სამსახურში ნიშნავს უკვე ძალიან დიდ ჯილდოს. ნამდვილ დაფასებას. და სხვაგანაც ხშირად ხდება, ახლა მუზეუმში ეს არ არის ახალი, მაგრამ თქვენთან ხომ არ არის რაღაც ის პროგრამა, ხო არ ითვალისწინებს მაგალითად იმას, რომ მოვიდა უნივერსიტეტიდან რამდენიმე წარმატებით გაიარა თქვენთან დაწერა ნაშრომი და შემდეგ დარჩა. თქვენ იმდანად ახალგაზრდები ხართ, იმდანად კარგად იერკვევით უკვე ამ ისტორიებში და კარგად ფლობთ ინფორმაციას და კარგად გადმოსცემთ და ამ მეთოდით ხომ არ დარჩით მუზეუმში. კონკრეტულად ჩვენ არა, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს ჩვენთან. თავიდანვე ერთად მოვედით ბატონ გიორგი კალანდიასთან ერთად ამ სამსახურში, მაგრამ გვაქვს ამის მაგალითები, რამოდენიმე დამეთანხმებიან. ბაჩო გრიგოლია მაგალითად მოვიდა დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტიდან, სტაჟირება გაიარა ჩვენთან. საკმაოდ წარმატებული ახალგაზრდა რამდენი პერიოდს მოიცა სტაჟირება თქვენ? დაახლოებით 3 თვე მინიმალური. კი ბატონო, 3 თვიანი ხელშეკრულება უფორმდება სტაჟირებაზე მოსულ სტუდენტს. მე ხდება ამ ადამიანს დაკურება, რამდენად კარგად ასრულებს თავის მოვალეობას. ეს ძირითადად არქივების დამუშავებას ეხება. ჩვენთან ძალიან ბევრი დამუშავებელი არქივი არის დაგროვილი წლების განმავლობაში, რომელიც ახლა ძალიან დიდი წარმატებით მიმდინარეობს. და აი ამ არქივების დამუშავებაში გვეხმარებიან ეს სტუდენტები. და ის შემდეგ უკვე ამ 3 თვის გასვლის შემდეგ ჯერდება მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა ამ სფეროში და მე თუ რამდენად კარგი კადრია. რამდენად კარგი კადრია, იმ შემდეგ უკვე რჩება. ჩვენ ამისი მაგალითი რამოდენიმე გვაქვს. ისინი ჩვენთან უკვე მუშაობენ და ძალიან კარგი მადლობა მინდა გითხრათ სამივეს წარმატებებს გისურვებთ.